რა მოხდა რუსთავის მეხუთე საჯარო სკოლაში, რითი მოიწამლა 13 ბავშვი. ეს ამდრომდე უცნობია. წინასწარ ინფორმაციით გაჟონა ჯერჯერობით დაუდგენელმა ნივთიერებამ, რომელიც სავარაუდოდ სკოლაში ერთ-ერთმა მოსწავლემ მიიტანა. საუბარია სამხედრო სანაცზე. რა ვერსიები აქვს სპეციალისტებს, დაცული იყო თუ არა სკოლაში უსაფრთხოების ნორმები და ვის ეკისრება პასუხისმგებლობა. რუსუდა ლოლაძე დეტალებით. ისე დაიწამნენ ეს ბავშვები კანკალებდნენ რაღაცნაირად და თან ტიროდნენ. თვალების წვა, გულისრევა და სისუსტე. ამ სიმპტომებით რუსთავის მეხუთე საჯარო სკოლის 13 მოსწავლე ადგილობრივ საავადმყოფოში მოხვდა. მიზეზი მათი კლასელების განცხადებით ეგრეთ წოდებული სამხედრო დანიშნულების გასანათებელი ხელსაწყოა, რომელიც ერთ-ერთმა მოსწავლემ სკოლაში მიიტანა. ბავშვები იხსენებენ, რომ მათმა მეგობარმა მომწვანო ფერის სითხით სავსე ხელსაწყოს გახსნა კბილებიც სცადა, რა დროსაც გამოყოფილმა სავარაუდოდ მხუთავმა აირმა კლასის მოსწავლეების დიდი ნაწილის ინტოქსიკაცია გამოიწვია. სითხე კი გახსნის შემდეგ მყარ მასად იქცა. ფოსფორი იყო მწვანე ფერის, ამბობენ ბავშვები, რომ რაღაც ანუ ჯარში რო იყენებენ. აი ეგ ბავშვმა პირით გახსნა, აი ეგ სულ დაეწვა ეს პირის ისინი და შემდეგ ამაუშვა რაღაც სუნი და ბავშვები დაიწამნენ. 13 მეხუთე კლასელის მკურნალობა ექიმებმა გარკვეული სუბსტანციის ნივთიერების ტოქსიკური ზემოქმედების დიაგნოზით დაიწყეს. მოსწავლეები საავადმყოფოდან უკვე გაწერეს, თუმცა მათ კონკრეტული რეკომენდაციები მისცეს. ყველა ბავშვს ჰქონდა ერთ-ერთი ჩივილი, ეს იყო თვალების წვა, გულისრევა, საერთო სისუსტე. აღებინა კიდე ერთ სამა ბავშვმა. ბავშვები არ იყვნენ, ახლა რო გითხრათ, რომ ძიმე შემთხვევა იყო, ნამდვილად არ იყო. გაეწია სათანადო დახმარება. საიდან მოხდა ბავშვების ხელში სამხედრო დანიშნულების ნივთი. ფაქტზე მოკვლევა განათლების სამინისტრომ უკვე დაიწყო. გამოვიძახეთ სასწრაფო დახმარება, მოვიდნენ ასევე პოლიციის წარმომადგენლები, ექსპერტი, შეამოწმეს რა იყო. სიცოცხლესაც საშიში არ იყო, უბრალოდ მსუბუქი მოწამვლის ფორმები იყო, პროფილაქტიკის მიზნით ბავშვებს გადასხმები გაუკეთდა. ვისი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. აქ უკვე ჯერ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ მოხდეს მოკვლევა, ბავშვი გაესაუბრო, მშობლებს გაესაუბრო, რატომ აღმოჩნდა ბავშვის ხელში ეს რაღაც ხელსაწყო. მანათობელში ფოსფორის არსებობას გამორიცხავენ ქიმიკოსები. არგუმენტად ნივთიერების ფერს და აგრეგატულ მდგომარეობას ასახელებენ. სუფთა ელემენტარული ფოსფორი არ შეიძლება იყოს ყვითელი ან მწვანე. ნათების გამო ვეძახით მას ახლა ჩვენ ფოსფორს და სიმემრეს აბსოლუტურად სხვანაირთია. ალბათ სხვანაირთი იქნება, იმიტომ რომ ფერით, აგრეგატული მდგომარეობით ეს არ გავს ფოსფორს. თვითონ მყარი ფოსფორი ასეთი მომწამლელი არ არის. რუსთავის მეხუთე საჯარო სკოლაში მომხდარ ფაქტს სასწავლო პროცესისთვის ხელი არ შეუშლია. მეხუთე კლასში სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარდა.